მღვდლობის საკრალურობასთან დაკავშირებით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სწორი სულიერი ხედვა. არის უკვე სხვადასხვა არასწორი ხედვები მღვდლობასთან დაკავშირებით. ერთნი ფიქრობენ, რომ მღვდელი უნდა იყოს უცოდველი, ზოგი ადამიანი ფიქრობს უცოდველი, საჭმელსაც არ უნდა ჭამდეს. ადამიანი არ უნდა იყოს, ადამიანური მოთხოვნებები არ უნდა ქონდეს. უცოდველი სიტყვა მნიშვნელობა არ იციან, რას ნიშნავს უცოდველი, არის ის ადამიანმა რას ნიშნავს სიტყვა წმინდა, არის ის ადამიანმა რას ნიშნავს ქრისტეს მღვდლობა და ფიქრობს, რომ მღვდელი უნდა იყოს უცდომელი, თავისი სიმართლის, თავისი სამართლიანობის გაგებით და ასე ზომავს სასულიერო პირს. მას თავისი სიმართლე, თავისი საზომი აქვს, პირადი საკუთარი საზომი აქვს, რომელსაც თulis ერთადერთ ჭეშმარიტებას და მღვდლობას ზომავს ამ საზომით, აბა შეეშლება თუ არა. ეს პრობლემა რა თქმა უნდა არსებობს და ეს არის რა თქმა უნდა სრული გაუგებრობა და სიმა ვერ გაგება საერთოდ ქრისტიანობისა, მღვდელი არ არის უცდომელი და ეს იმდენად კიდე სახიფათოა, რომ უძლურებებს, რომელიც ყველა адам გარდაცოდვის ადამიანს აქვს უძლურებანი, უძლურებებს, რომელიც ქრისტესაც კი ქონდა, იმიტომ რომ მათ ჩვენარი უძლური ბუნება მიიღო და ის განაღმრთო, უძლურებასაც კი ხშირად უთვლიან სასულიერო პირებს ცოდვა. თulis რომ წმინდა უნდა იყოს, ოღონ მისი გაგებით ეს ნიშნავს უცდომელობას და საზომად საკუთარი სიმართლე აქვს. ეს ერთი მხარე და მეორე დესაკრალიზაცია, სრული დესაკრალიზაცია მღვდლობისა, როდესაც ადამიანი თვითმაზიარებელი ადამიანიც კი, რომელიც მღვდლის ხელიდან ეზიარება და აღსარებელი ადამიანი, რომელიც მღვდლის ხელიდან შენდობას ითხოვს ღვთისაგან და რომ გაუჭირდება, იქ ლოცვას ითხოვს და ასე შემდეგ, მისთვის მღვდლის პიროვნება აბსოლუტურად დესაკრალიზირებულია. ის გამოიყენებს მას როგორც რაღაც საგანს და გადააგდებს. აი ეს დამოკიდებულებას არსებობს, ეს ორი უკიდურესობა, ანუ სრული დესაკრალიზაცია და მეორე მხრივ რაღაც უცნაური რაღაცა ხედვა უცდომელობის ვალდებულებით დატვირთვა სასულიერო პირისა, რომელიც მას მიაჩნია, რომ ეს არის რაღაც წმინდანობის ხარისხი და რა თქმა უნდა ყოველთვის გაწმილებული აღმოჩნდება ადამიანი, რომ რამე თუ არც ერთი მღვდელი არ არის უცდომელი და უცოდველი და ასე შემდეგ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.